რახან უკვე მართლაც და ძალიან დიდი ხანია, უკვე თვეზე მეტია, თუ მეტი არა, საუბარი არის მოსმენების კანონზე და საუბარი არის მთელ ამ ახალი ხელახალი სისტემის აწყობაზე, უპრიანია, რომ საქართველოს მოსახლეობას შევახსენოთ, რისთვის ვართ აქ და რისთვის ვიბრძვით და ვკამათობთ. უკვე 3 წელია 2014 წლიდან არსებობს საჭიროება, რომ ჩვენ ქვეყანაში შევქმნათ თვისობრივად ახალი სისტემა, რომელიც აწარმოებს ისე ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, რომ ჩვენ მოქალაქეებს, ადამიანებს, რომლებსაც არავითარი შეხება არ აქვთ დანაშაულის ჩადენასთან, ექნებათ განცდა, იქნებიან მშვიდად, რომ მათ პირად ცხოვრებაში არავინ არ ერევა. ჩვენ გვჭირდება ისეთი სისტემა, რომელიც არასოდეს აღარ დაუშვებს შესაძლებლობას, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ტელევიზორში, ინტერნეტში იხილონ ადამიანების კერძო სივრცეში საქმიანობის კადრები, რომლის შედეგადაც დაინგრა და დაზიანდა ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება. სამწუხაროდ უკვე 3 წელია, მესამე წელია, რაც ასეთი სისტემის შექმნას ვცდილობთ და სწორედ ამისათვის ვართ შეკრებილი დღეს აქ. რახან ქალბატონმა ეკამ შემოგთავაზა, რომ ჩვენი საქმიანობის პერიოდში საქმიანობა დავიწყოთ კონსტიტუციის მეცადინეობით, მაშინ ბუნებრივია, მე ძალიან მომწონს საერთოდ ამწყინს ვიღაცა რომ მომიწოდებს მეცადინეობას სხვათა შორის, გავაგრძელებ ამ ტონს და დავიწყებ კონსტიტუციიდან. საქართველოს კონსტიტუციის 77 მუხლი გვეუბნება, რომ საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და ადმინისტრაცია არის კონსტიტუციური თანამდებობა. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის საქმიანობა მოწესრიგებულია სპეციალური კანონით საპარლამენტო მდივნის შესახებ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწორედ ამ პარლამენტმა მიიღო კანონი 2015 წლის ოქტომბერს, სადაც საჯარო სამსახურის სფეროდან ამოიღო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი. კარგი იქნება, როდესაც სხვებს მოუწოდებთ, რომ შეარჩიონ ტონი, გავიხსენოთ ის კანონმდებლობა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა სულ ახლახანს მიიღო და ის რეფორმები საჯარო სივრცეში, რომელიც ამ პარლამენტმა გაატარა, რომლის მიხედვითაც ჩვენ არაერთხელ მიგვითითეს, რომ ვართ საჯარო მოხელეები, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და საპარლამენტო მდივანი ზუსტადაც რომ თანამდებობის პირია, კანონით და კონსტიტუციით მოწესრიგებული და არა საჯარო მოხელე. ეს ცუდი არ იქნება, რომ გვახსოვდეს. ჩვენი მოტივირებული შენიშვნებით საზოგადოებას შევახსენებ, რომ შევთავაზეთ 2 ცვლილება. მათგან ყველაზე ფუნდამენტური იყო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში გადასულიყო ის სააგენტო, რომელსაც ქვია ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, ანუ რომელიც ახორციელებს ოპერატიულ-ტექნიკურ ფუნქციებს და მხარდაჭერ ფუნქციებს გამოძიებისათვის. მე ვერ ხვდები, რატო ნიშნავს ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის დასუსტებას ან დასუსტების მცდელობას. რატო ნიშნავს თხოვნა, რომ სახელმწიფო უწყება დაექვემდებაროს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე ხელის აღებას. რატო ნიშნავს ეს სახელმწიფოს თავდაცვის უნარიანობის დასუსტებას. გარდა ამისა, რატომ არის ეს თვითშემოქმედება, როდესაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ისევე როგორც დაზვერვის სამსახური, ძალიან ეფექტურად ემორჩილება და არის მართული პრემიერ-მინისტრის მიერ. პირიქით, ჩვენ შემოგთავაზებთ, რომ გამოიყენოთ ის ქართული გამოცდილება და რეალური გამოცდილება, წარმატებული გამოცდილება, რომელიც არსებობს და შექმნათ ისეთი სისტემა, რომელიც არ იქნება ექსპერიმენტი, იმიტომ რომ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, არ ვიცი მე თუ თქვენ მეტყვით რომელიმე ქვეყანაში ქვეყნის გამოცდილებას კარგი იქნება, მე ჯერჯერობით არ მომისმენია არც ერთი მითითება, რომელი ქვეყნის გამოცდილებაზე არის ის დაყრდნობილი. პირიქით, რა მოვისმინეთ ჩვენ დღეს? რომ თურმე კანონშემ და ეს მოვისმინეთ საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან, რომ თურმე კანონშემოქმედებით საქმიანობაში შემოქმედება და სიტყვას ქვია კანონშემოქმედება, შემოქმედება პრობლემურია.
თურმე კანონშემოქმედებით საქმიანობაში ქართული მეცნიერების და აზროვნებაზე დაყრდნობა პრობლემურია. თურმე ჩვენ უნდა ავიღოთ და კალკირება უნდა მოვახდინოთ გერმანული მოდელების თუ ინგლისური მოდელების და ავტომატურად გადმოვწეროთ ის საქართველოში და ამით უნდა იყოს დაკავებული საქართველოს პარლამენტი. მაგრამ ამავე დროს ჩვენ მოვისმინეთ, რომ თურმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი არის ორიგინალური და ქართული მოდელი. ვიმეორებ თუ არ გნებავთ ჩაიწერეთ ნახეთ ჩანაწერი, მისი ანალოგი მთელ მსოფლიოში არ არსებობს. ამას ვამბობდი სწორედ მე კომიტეტის მოსმენაზე. ნამდვილად ეს არის ქართული ინსტიტუტი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, ჩვენ ძალიან მოგწონს ეს ინსტიტუტი, ჩვენ არაერთხელ შევხვედრივართ მის ხელმძღვანელობას და გაგვიზიარებია მისი მოსაზრებები. აქედან გამომდინარე, გთხოვთ მიიღოთ გადაწყვეტილება. მისაღებია ქართული მოდელები და ექსპერიმენტირებას და შემოქმედებითი მიდგომას უსაფრთხოების სფეროში? თუ არ არის მისაღები, მაშინ რატომ მოგწონს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, რომელიც სწორედ რომ ქართული პროდუქტია? ქალბატონო ეკა, მე ვციტირებ თქვენ გამოსვლას და თუ არ გნებავთ, თუ არ გჯერათ რომ ეს თქვენ თქვით, შეგიძლიათ ნახოს და მაყურებელსაც შეუძლია ნახოს ჩანაწერი. ბოლოს, აქედან გამომდინარე, დღეს გაისმა საკმაოდ საფრთხის შემცველი განცხადებები და მე სწორედ ამ განცხადებებზე გავამახვილე ყურადღება. კონკრეტულად სამ განცხადებაზე. ბატონი გაჩერჩილაძის მიერ, ბატონი ხატიძის მიერ და ბატონი თალაკვაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც მიუთითებდა, რომ ხვდებით თუ არა, რა საფრთხეების წინაშე ვტოვებთ ქვეყანას მოტივირებული შენიშვნებით. ხვდებით თუ არა, რომ უსაფრთხოების მექანიზმების გარეშე ვტოვებთ ქვეყანას. ხვდებით თუ არა, რომ ვასუსტებთ უსაფრთხოების სისტემას. აქედან გამომდინარეობს მითითება, ინსინუაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტი, რომლის კონსტიტუციური უფლება არის, კიდევ ერთხელ მიუთითებ ჩვენს ფუნდამენტურ დოკუმენტს, რომ ან მოაწეროს ხელი კანონს, ან მოტივირებული შენიშვნებით დააბრუნოს ისინი, საკუთარი მოტივირებული შენიშვნებით ასუსტებს ქვეყნის უსაფრთხოებას. მე მინდა გავითვალისწინოთ, რა გამომდინარეობს ამ განცხადებებიდან. ის რომ თურმე შეთავაზება, რომ როგორც სახელმწიფო დაცვის სამსახური, როგორც დაზვერვის სამსახური, სააგენტოც ექვემდებარებოდეს პრემიერ-მინისტრს, ეს უსაფრთხოების სისტემის დასუსტებაა. ან ის, რომ საქართველოს მთავარსარდალი, საქართველოს პრეზიდენტი მიზანმიმართულად ასუსტებს ქვეყნის უსაფრთხოებას და მაინტერესებს რამდენად კარგად არის გაგებული, კარგად იქნება და შესაბამისად იქნება გაგებული ეს განცხადებები წარმოთქმული საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან უცხოეთში, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, ვისაც ძალიან უნდა ამ ტიპის განცხადებების გაგება. და მესამე, და ეს ჩემთვის, ანა დოლიძისთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ჩვენ ნანახი გვაქვს, ჩვენ, არა ჩვენ ყველას, მაგრამ ვიღაცებს ნანახი გვაქვს ფართო მასშტაბიანი კუდიანების დევნა ამ ქვეყანაში. ფართო მასშტაბიანი ბრალდებები, რომ ისინი, ვინც ოდნავ კრიტიკულ მოსაზრებას მაინც ვამბობდით ხელისუფლების წინააღმდეგ, ვიყავით უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებლები. ბუნებრივია, როდესაც ჩვენ მოვდივართ, საუბრობთ კონკრეტულად მოსმენების შესახებ კანონზე და მოვდივართ იმ ისტორიიდან, რომელიც სადაც გავრცელებული იყო კუდიანების დევნა, ჩვენ განსაკუთრებით ყურადღება უნდა გავამახვილოთ მსგავსი ტიპის ინსინუაციებზე. მსგავსი ტიპის ინსინუაციები ჩვენ უნდა გავხადოთ მიუღებელი და თუ ისინი ინსინუაციები არ არის, მაშინ მეგობრებო, როგორც ამას პოლიტიკური კულტურა მოითხოვს, როგორც ამას ქართული კულტურა მოითხოვს, როგორც ამას სამართლებრივი კულტურა მოითხოვს, გთხოვთ თქვენი განცხადებების შესაბამისად იმოქმედოთ და წარადგინოთ შესაბამისი მტკიცებულებები და ბრალდებები იქ, სადაც ჯერ არის. უღმესი მადლობა. მადლობთ ქალბატონო ანა, ამით ჩვენ კანონპროექტის განხილვა დავასრულეთ. კოლეგებო, ჩვენ ამ ქალბატონო ანა დაბრუნდით ისე. შეიძლება ჩვენ გვაქვს კიდევ 15 ესე იგი შენიშვნა 15 კანონთან დაკავშირებით. ეხლა მინდა ქალბატონ ანას ვთხოვო
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების შესახებ მოხსენება. მაშინ ერთ განმარტებას მადლობთ პატივცემულო თავმჯდომარე. ერთ ზოგად განმარტებას გავაკეთებ, რომ ეს თქვენთვის ცნობილია, რომ არის კანონთა პაკეტი, რომელთაგან მთავარი არის სააგენტოს შესახებ კანონი, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ ახლა გქონდა დებატი და წარმოვადგინეთ პრეზიდენტის პოზიცია. დანარჩენი არის თანამდები მხარდამჭერი კანონები, მათში ყველაში არის შეტანილი ცვლილება იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გქონდა წინადადება, რომ არ შექმნილიყო საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ეს სააგენტო არ ყოფილიყო საჯარო სამართლის იურიდიული პირი და შესაბამისად ყველა კანონში, სადაც ეწერა, რომ ის არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ამ სიტყვების ამოღება მოგვიხდა. ამავე დროს მიუთითეთ რამდენიმე კანონში, რომ კანონი ამოქმედებული იყო ერთი დღით ადრე, ვიდრე ეს იყო დათქმული, ვინაიდან და რადგანაც ეს იყო პაკეტი და მოტივირებული შენიშვნები წარსადგენილი იყო მთლიანად პაკეტზე, როგორც მთლიანს. აქედან გამომდინარე, პირველ კანონთან დაკავშირებით ჩვენი შენიშვნა არის, ეს არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, ხო ბატონო ზვიად? დიახ, ეხლა ჩვენ ვსაუბრობთ ქალბატონო ანას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. ჩვენი მოხსენება ამასთან დაკავშირებით თუ დაასრულეთ, მე კოლეგებს ვთხოვ, რომ კითხვები თუ აქვთ კონკრეტულ კანონ პროექტთან დაკავშირებით. კითხვები პაკეტის მეორე კანონთან დაკავშირებით, კოლეგებო. არ არის კომიტეტების გამოსვლის სურვილები არ არიან, ცალკეული დეპუტატები არ ჩაწერინან, ფრაქციებიდან გამოსვლის სურვილები ხომ არ არიან. უმცირესობა, უმრავლესობა განხილულია. კონკრეტ დაზვერვითი საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებების თავაზე. ქალბატონო ანა, გთხოვთ. აქ არის მხოლოდ და მხოლოდ სიპის სტატუსის ცვლილება, როგორც მოგახსენეთ. კითხვები, კოლეგებო, არ არის გამოსვლის სურვილები კომიტეტებიდან, ცალკეული დეპუტატები არ ჩაწერილან, ფრაქციები, უმცირესობა, უმრავლესობა განხილულია. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. ძანეთ ქალბატონო ანა. იგივე სიპის სტატუსის ცვლილება არის მხოლოდ და მხოლოდ მომხდარი. კითხვები, კოლეგებო. კითხვები არ არის კომიტეტებიდან, ფრაქციები, უმცირესობა, უმრავლესობა განხილულია. ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ. გთხოვთ ქალბატონო ანა. სიპის სტატუსის ცვლილება და მისი ამოქმედება 2017 წლის 29 მარტს. კოლეგებო, კითხვები ხომ არა გვაქვს? გამოსვლის სურვილები კომიტეტებიდან, ფრაქციებიდან, უმცირესობა, უმრავლესობა განხილულია. ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თავაზე. გთხოვთ ქალბატონო ანა. დიახ, სიპის სტატუსის ცვლილება ბატონო თავმჯდომარე. მადლობთ. კითხვები, კოლეგებო, გამოსვლის სურვილები კომიტეტები, ფრაქციები, უმცირესობა, უმრავლესობა განხილულია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ. გთხოვთ ქალბატონო ანა. ასევე სიპის სტატუსის ცვლილება. კითხვები კოლეგებს არა აქვთ, გამოსვლის სურვილები კომიტეტებიდან, ფრაქციებიდან, უმცირესობა, უმრავლესობიდან განხილულია. საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში. გთხოვთ ქალბატონო ანა. აქ არის მხოლოდ და მხოლოდ დამატებული ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მოსამსახურეები. მადლობთ. კითხვები კოლეგებო, არ არის კომიტეტები, ფრაქციები, უმცირესობა, უმრავლესობა განხილულია. თავისუფლების ქარტია კანონი ცვლილებების შესახებ. ასევე ძირითადად სიპის სტატუსი. კითხვები კოლეგებო, არ არის უმცირესობა, უმრავლესობა, ფრაქციები, კომიტეტები განხილულია. საერთაშორისო დაცვის შესახებ კანონში. მოქმედება არის გადმოტანილი 29 მარტისათვის. კითხვები კოლეგებო, კომიტეტები, ფრაქციები, უმცირესობა, უმრავლესობა, საჯარო სამსახურის შესახებ კანონში. აქაც იგივე. კითხვები კოლეგებო, კითხვები არ არის. გამოსვლის სურვილები კომიტეტებიდან, ფრაქციებიდან, უმცირესობა, უმრავლესობა განხილულია. ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თავაზე. გთხოვთ ქალბატონო. 29 მარტიდან არის ამოქმედების ვადა. მადლობთ. კითხვები კოლეგებო, ამ საკითხთან დაკავშირებით არ არის. კომიტეტები, ფრაქციები, უმცირესობა, უმრავლესობა განხილულია. დობის ჯგუფის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თავაზე. ასევე ორივე თარიღის გადმოტანა და სიპის სტატუსი. მადლობთ. კითხვები კოლეგებს არა აქვთ, კომიტეტები, ფრაქციები, უმცირესობა, უმრავლესობა. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონში. გთხოვთ ქალბატონო ანა. ამოქმედების ვადა 29 მარტი. მადლობთ. კითხვები კოლეგებს ხომ არა აქვთ, კომიტეტები, უმცირესობა, უმრავლესობა, ფრაქციები განხილულია. სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ.
სიპის სტატუსი ასევე. კითხვები კოლეგებს ხომ არა აქვთ? კომიტეტები, ფრაქციები, უმცირესობა უმრავლესობა განხილულია. სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. გთხოვთ ქალბატონო. მოქმედების ვადა გადმოტანილია 29 მარტს. კითხვები კოლეგებო, ფრაქციები, კომიტეტები, უმცირესობა უმრავლესობა განხილულია. მადლობთ. ამით ჩვენ დავასრულეთ პაკეტის განხილვა ქალბატონო ანა, მადლობთ. მადლობ პირიქით.